შევდივართ ყვავილების მაღაზიაში და ხედავთ, რომ იყიდება რამდენიმენაირი ყვავილი. კერძოდ აი ჩამოთვლილი არის ვარდი, ია, ძესუმზირა ყვავილი და შროშანი. და ასევე გვთავაზობენ, რომ იცით, აი ყვავილს როგორ გაგატანთ, შეგიძლიათ განსხვავებული ქოთნით წაიღოთ, მაგალითად, ყავისფერით, ან ყვითელით, ან მწვანეთი. ეხლა მე მაინტერესებს, სულ რამდენი ვარიანტი მაქვს აქ ყვავილის შეძენის და მე ქოთნით წაღების. ანუ ხომ შემიძლია მაგალითად შევიძინო ვარდი, რომელსაც წავიღებ ყავისფერი ქოთნით, ან ია, რომელსაც წავიღებ ყავისფერი ქოთნით, ან შროშანი, რომელსაც მწვანე ქოთნით წავიღებ და ასე შემდეგ. მაინტერესებს ყველა შესაძლო ვარიანტი რა არის. ამისთვის მოდი ავდიოთ და დავხაზოთ ესეთი გეგმა, ხტომილებათა სივრცე, სადაც უბრალოდ ყველა ვარიანტს ჩამოვწერთ. მე ვიცი რომ მაქვს ვარიანტები, ესე იგი, ყავისფერი, ანუ ქოთნებს ჩამოვწერ უბრალოდ, მაქვს ყავისფერი ქოთნის ვარიანტი აქ. ყავისფერი, ცუდ ძიმეფერია. მოდი ეს ავიღებ, ესე იგი, ყავისფერი, უბრალოდ ყავს დავწერ. შემდეგ ყვითელი, ყვით და ბოლოს მწვანე. აი ესე. ესე იგი, სამი ვარიანტი მაქვს ქოთნის და თითოეულ ვარიანტს შეესაბამება 4 შესაძლო ყვავილი, ხო? შეიძლება ვიყიდო ვარდისფერი, კი არა, ვარდი, შეიძლება ვიყიდო ვარდი, შეიძლება ვიყიდო ია, შეიძლება მზესუმზირა ვიყიდო, მზ და შეიძლება ვიყიდო შროშანი. შურო. და მოდი კიდევ რომ ბევრჯერ არ დავწერო, ადგები და ამას დავაკოპირებ და გადმოვიტან. ასე. წამით, ესე იგი, სამივე ქოთანს შეესაბამება 4 შესაძლო ყვავილი. ესე. ანუ გამოდის რომ 3 ვარიანტი მაქვს აქ და ყვავილების მაქვს 4 ვარიანტი. ახლა თუ მე მაინტერესებს სულ რამდენი შესაძლო ვარიანტი მაქვს ყვავილის და ქოთნის კომბინაციის, უბრალოდ დავდგები და 3-ს გავამრავლებ 4-ზე და მივიღებ 12-ს. და ეს არის პასუხი. სულ შეიძლება 12 განსხვავებული კომბინაცია მქონდეს ყვავილისა და ქოთნის. და მართლაც რომ დავწმუნდეთ, უცებ გადავთვლი, ესე იგი, განვიხილოთ შემთხვევა, როცა ყავისფერი ქოთანი ავიღე, მაშინ მაქვს 1, 2, 3 და 4 ვარიანტი ყვავილის. შემდეგ ყვითელი ავიღე 5, 6, 7 და 8 და ბოლოს მწვანე 9, 10, 11 და 12. ანუ მართლაც სულ არის 12 ვარიანტი იმისა, რომ განსხვავებული კომბინაცია შეიძლება მქონდეს ქოთნის და ყვავილის. ესე წარმოდგენა ცხრილის სახით, აი ამ ყველაფრის ძალიან მარტივად, ანუ გვეხმარება იმაში მოკლედ, რომ აი ეს ყველა შესაძლო ვარიანტი დავხაზოთ. ეხლა რადგან კიდევ აქ 4 და 3 არის და მცირე რიცხვები აუცილებლობა არ არის ამის, მაგრამ აი დიდი რიცხვები როცა გვაქვს, მაშინ ძალიან მოსახერხებელი არის რაღაც ცხრილების სახით და რაღაც კანონზომიერებებით დალაგება, იმიტომ რომ ეგ ძალიან გვიმარტივებს მერე საქმეს.